დასრულდა 2026 წლის ცხელი და მეტად ექსტრემალური ამინდებით გამორჩეული ივლისის თვეც და რა თქმა უნდა კოდის არხზე ხვდებით. გასული თვის მთავარი კოსმოსური ამბების შემაჯამებელი ეპიზოდით. ამ ვიდეოში გაიგებთ საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას. ყველა იმ სიახლის შესახებ, რომლებიც ვეცადე რომ შემეკრიბა. დაწყებული დედამიწის მსგავსი სუპერდედამიწა პლანეტის აღმოჩენით და დამთავრებული კოსმოსური ტექნოლოგიის მიღწევებით. რატომ გადაიდო? შედგა თუ არა საბოლოოდ და რატომ არის ეს მისია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი SpaceX-ის ისტორიაში? საუბარი მაქვს Starship Flight 13-ზე, სარაკეტო გაშვების ტესტზე, რომელმაც ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაზაში უნდა შეიყვანოს საპლანეტთა შორისო მოგზაურობის სამომავლო გეგმები. Flight 13 ბევრად მეტია ვიდრე კიდევ ერთი საცდელი გაშვება. ეს არის მისია, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ Starship-ი უკვე უახლოვდება რეალურ ოპერაციულ გამოყენებას. საბოლოო ჯამში, ორჯერ გადადების შემდეგ, ფრენა განხორციელდა, თუმცა გარკვეული წარმატებებითა და მარცხით. მოდი გავიგოთ უფრო მეტი მომხდარის შესახებ. Starship Flight 13 მთლიანობაში SpaceX-ისთვის ყველაზე წარმატებულ საცდელ ფრენებს შორის იყო, თუმცა მისია 100%-ით იდეალური არ ყოფილა. ამის მიუხედავად მთავარი მიზნების უმეტესობა შესრულდა. მაინც რა შესრულდა წარმატებით? წარმატებული იყო აფრენა. გამშვების სისტემის Super Heavy-ის 33-ვე Raptor-ი ძრავა გამართულად ამუშავდა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, წინა გაუქმებული მცდელობის შემდეგ. რადგან ეს მისია ორჯერ გადაიდო და პირველი გადადების მიზეზი სწორედ ძრავების გაუმართავობა იყო. საფეხურები წარმატებით განცალკევდა, რასაც hot staging-ი ეწოდება, ანუ ბუსტერი გამოეყო ხომალდს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა ფრენების დროს რამდენიმე ეტაპზე ტექნიკური პრობლემები ფიქსირდებოდა. პირველად Starship-მა კოსმოსში 20 Starlink V3 თანამგზავრი განათავსა. ეს იყო პროგრამის ისტორიაში პირველი რეალური ტვირთის გატანა Starship-ის რაკეტის მიერ. თანამგზავრების საცდელი, ასე ვთქვათ, ბუტაფორია იყო და საბოლოოდ ატმოსფეროში დაიწვნენ. These are all of the team members that have helped build the vehicle, that have built the Pez dispenser and got it ready to fly today. Amazing work. ზედა საფეხურმა, Ship-მა კოსმოსში Raptor-ის ძრავა ხელახლა ჩართო. რაც მომავალ ორბიტულ მისიებსა და მთვარესა და მარსზე ფრენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს იყო მისიის კიდევ ერთი მთავარი ამოცანა. Raptor-ის ხელახალი ჩართვა კოსმოსურ სივრცეში. ტესტი წარმატებით დასრულდა. რაც შეეხება ატმოსფეროში დაბრუნებას, ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ დაბრუნება იყო. SpaceX-ს სურდა შეემოწმებინა ახალი თერმული ფარები, სითბოს დამცავი ფილები, ფრენის მართვა ჰიპერბგერითი სიჩქარიდან. Starship-მა წარმატებით გაიარა ატმოსფეროს ყველაზე ცხელი ფაზა. შეასრულა ცნობილი belly flop მანევრი. შემდეგ ვერტიკალურ მდგომარეობაში გადავიდა. SpaceX-ის ცნობით სითბოს დამცავმა სისტემამ გაცილებით უკეთ იმუშავა, ვიდრე წინა ტესტებზე. დაზიანებული ფილების რაოდენობა მინიმალური იყო. მთლიანობაში Starship-მა წარმატებით გაიარა რეენტრი და პირველად თითქმის მთლიანად უვნებლად შეასრულა რბილი დაშვება. Soft Splashdown-ი ინდოეთის ოკეანეში. ეს პროგრამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს დღემდე Starship-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წყალში დაშვება იყო. The teams are super hyped here. Got some crowd here at Starbase Texas. ხომალდი გარკვეული დროით თითქმის მთლიანად ხელუხლებელი დარჩა წყალზე, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია მომავალში ხომალდების სრულად მრავალჯერადი გამოყენებისთვის. მაგრამ რა ვერ გამოვიდა? Super Heavy ამაჩქარებელი ბუსტერი, რითაც ხომალდი ორბიტაზე გავიდა, ვერ გადარჩა. დაბრუნებისას დასაფრენი მანევრის დროს რამდენიმე ძრავა აღარ ჩაერთო, რის გამოც ბუსტერი მექსიკის ყურეში ჩამოვარდა. მიუხედავად ამისა, SpaceX-მა ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება Starship-ის ზედა საფეხურის გამოცდაზე გადაიტანა. რატომ არის Flight 13 მნიშვნელოვანი? ეს მისია რამდენიმე ისტორიულ მიღწევას მოიცავდა. Starship-იდან პირველი თანამგზავრების გაშვება, კოსმოსში ძრავის ხელახალი ჩართვის წარმატებული დემონსტრაცია, ყველაზე წარმატებული რეენტრი და რბილი დაშვება Starship-ის ისტორიაში.
დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვება სეთბური ფარის, ახალი Raptor 3 ძრავებისა და მრავალჯერადი გამოყენების სისტემების შესახებ. თუ SpaceX-ი ამ შედეგებზე დაყნობით, ბუსტერის დაბრუნებასაც სრულად დახვეწავს. Starship-ი მნიშვნელოვნად მიუახლოვდება სრულად მრავალჯერადი გამოყენების სისტემად ქცევას, რაც აუცილებელია როგორც NASA-ს Artemis მთვარის მისიებისათვის, ისე Elon Musk-ის Mars-ის პროგრამისთვის. მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის ძებნის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შეიძლება ფაქტობრივად ჩვენს მეზობლად იყოს. პლანეტა, რომელიც პირველად 2024 წელს აღმოაჩინეს, წითელი ჯუჯა ვარსკვლავის GJ-3378-ის გარშემო, შეიძლება იმაზე მეტად ჰგავდეს დედამიწას, ვიდრე ამას თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებდა. ეს პლანეტა, სახელად GJ-3378b, არის ეგრეთ წოდებული სუპერ დედამიწა. ჩვენს პლანეტაზე დიდი, მაგრამ მაინც საკმარისად პატარა, რათა ჰქონდეს სამყაროში იმ ერთადერთი პლანეტის მსგავსი კლდოვანი შემადგენლობა, რომელზეც ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს. ჩვენი დედამიწის. ფართო მასშტაბიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ GJ-3378b მდებარეობს თავის ვარსკვლავიდან ხელსაყრელ მანძილზე, რათა ზედაპირზე შეინარჩუნოს დღევადი წყალი. ის ინგრედიენტი, რომელსაც პირველს ამოწმებენ სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პირობათა სიაში. ასევე დაზუსტდა, რომ მისი მასა არის არა 5.3 დედამიწის მასა, არამედ სულ რაღაც 2.3 დედამიწის მასა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ალბათობით კლდოვანია და შედარებით ახლოსაა ჩვენგან 25 სინათლის წლის მანძილზე. სიცოცხლისათვის პოტენციურად იმაზე მეტად ხელსაყრელი, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნეოდა. უფრო მეტიც, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ის შედის მზის სამეზობლოში. 10 პარსეკის რადიუსში არსებულ სიცოცხლისათვის პოტენციურად ყველაზე ხელსაყრელ დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტათა სიაში. GJ-3378b პლანეტურ მეცნიერთა ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა ანალიზები მიუთითებდა, რომ მისი ორბიტული პერიოდი 24.73 დღეა, რის გამოც ის თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში ექცევა. იმის მიუხედავად, რომ ეს პერიოდი დედამიწისაზე გაცილებით მოკლეა, წითელი ჯუჯები მზეზე გაცილებით გრილი ვარსკვლავებია. შესაბამისად, მათი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან გაცილებით ახლოსაა. თუმცა, ეგზოპლანეტის მასასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი კვლავ რჩებოდა. დაახლოებით 5 დედამიწის მასა საზღვარია ორი სახის პლანეტას შორის. ამ მასის ქვემოთ პლანეტები უფრო კლდოვანი სუპერდედამიწებია. მის ზემოთ კი ეგზოპლანეტები უფრო მინი ნეპტუნებია. გაზის პლანეტები სქელი, ნისლიანი ატმოსფეროთი. აღმოჩნდა, რომ მისი ორბიტა ვარსკვლავთან იმაზე ოდნავ ახლოსაა, ვიდრე თავდაპირველი ანალიზები მიუთითებდა. 21.45 დღე. ამ მაჩვენებლითაც ის მაინც მყარად ექცევა სასიცოცხლო ზონაში. ამას გარდა დაზუსტებული მასა, ანუ 2.3 დედამიწის მასაც იდეალურია სუპერდედამიწისთვის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ GJ-3378b სიცოცხლისათვის ხელსაყრელია. ამ ეტაპზე არ ვიცით, აქვს თუ არა GJ-3378b-ის ატმოსფერო. კვლევრებმა ჯერჯერობით ეს ეგზოპლანეტა მოაქციეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობისთვის შესავლის კანდიდატ პლანეტათა სიის სათავეში. მეცნიერები ახლა ეძებენ ატმოსფეროსა და შესაძლო ბიოხელწერის ნიმუშებს. ისევ სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა ძებნის საკითხით ვაგრძელებ ეპიზოდს. უკვე 20 წელზე მეტია ასტრონომები აფიქსირებენ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს. თუმცა მხოლოდ დედამიწისგან განსხვავებულ, დიდ, გაზით გაბერილ და ძლიერ დაცხებებულ პლანეტებზე. ატმოსფერო ასტრონომებმა ბოლოს და ბოლოს დააფიქსირეს ფართოდ შესწავლილ სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა LHS 1140b-ის გარშემო. LHS 1140b მასით დედამიწას 5-ჯერ აღემატება, რადიუსით კი 1.7-ჯერ. ეს მაჩვენებლები შეესაბამება კლდოვან დედამიწის მსგავს შემადგენლობას და დაბალი სიმკვრივის დამატებით შემავსებელს, როგორიცაა თხელი ატმოსფერო და ალბათ გარკვეული ოდენობის წყალიც. ამას გარდა LHS 1140b ძირითადი სამიზნეა იმიტომაც, რომ მიეკუთვნება ჩვენგან დაახლოებით 50 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემას, გარს უვლის წითელ ჯუჯას, რომელსაც მზის მასისა და ზომის დაახლოებით 1/5 აქვს და ტემპერატურაც გაცილებით დაბალია. LHS 1140b აჩვენებდა ჰელიუმის ატმოსფეროს ნიშნებს, რომელიც კოსმოსში ასობით 1000 კილოგრამი წამში მაჩვენებლით იფანტებოდა.
საოცარია, მაგრამ ამ ატმოსფეროს LHS-1140b უკვე 3 მილიარდ წელიწადზე მეტია, რაც ინარჩუნებს, მიუხედავად იმ სასტიკი ამოფრქვევებისა, რაც წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს ახასიათებთ. ახლა ყურადღება გადადის ამ საინტერესო პლანეტის შემდგომ დახასიათებაზე, რათა დადგინდეს აქვს თუ არა მას ოკეანეები და სიცოცხლისათვის საჭირო სხვა მახასიათებლები. ასეთმა მეთოდებმა შეიძლება ატმოსფეროს მქონე სხვა პლანეტებიც აღმოგვაჩენინოს. იქნებ უფრო მეტად მშვიდ ვარსკვლავებთან და უფრო მეტად დედამიწის მსგავსები. და ბოლოს, ის ფაქტი, რომ აღმოჩენა მიწისპირა ტელესკოპით გაკეთდა, აჩვენებს, რომ ასეთი დაკვირვებები შეიძლება ისეთივე ხელსაყრელი იყოს, როგორც ჯეიმს ვებით ჩატარებული. თეთრმა სახლმა შექმნა ახალი სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ამოუცნობი ანომალიური მოვლენების UAP-ს შესწავლას ისახავს მიზნად. ჯგუფს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ავი ლოები უხელმძღვანელებს. ალბათ მისმა სკანდალურმა და დამაინტრიგებელმა განცხადებებმა გაჭრა და მიიქცია უმაღლესი პირების ყურადღება. ახალი სტრუქტურა ფოკუსირებული იქნება არა ძველი, გადაუმოწმებელი შემთხვევების განმეორებით შესწავლაზე, არამედ სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით მაღალი ხარისხის მონაცემების შეგროვებასა და დაკვირვებების სტანდარტების შემუშავებაზე. ეს ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კურსის გაგრძელება, რომელიც ამ სფეროში გამჭვირვალობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნებიან თეთრი სახლიდან. ტერმინი UAP ნაცვლად ტრადიციული UFO-სა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოიყენება და მოიცავს როგორც ატმოსფერულ მოვლენებს, ისე ანომალიებს კოსმოსსა და წყალქვეშა სივრცეში. ავილოებმა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს გალილეოს პროექტს, მულტიდისციპლინური გუნდი შეკრიბა. მასში შევიდნენ ასტროფიზიკოსები, ინფორმატიკოსები, ოკეანოგრაფები, ფსიქოლოგები და სხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის ჰარი ნოლანი, მაიკლ შერმერი, ტიმ გალოდეტი და სხვები. ჯგუფის წევრები, მაგალითად დევერშ ნანდალი, ხაზს უსვამენ, რომ მათი მიდგომა ფიზიკისა და ასტროფიზიკის თანამედროვე პრინციპებს დაეფუძნება. მათი მიზანია მოვლენების დეტალური ანალიზი, რათა დადგინდეს, ჯდება თუ არა ისინი ფიზიკის კანონებში, ან წარმოადგენენ თუ არა ახალ ცოდნას სამყაროს შესახებ. ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის რობინ ჰენსონი და კეროლ კლელანდი, ინიციატივას დადებითად აფასებენ, როგორც მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობას. თუმცა, პროექტს სკეპტიკური და კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა. ამერიკა რისი ამერიკა. მეცნიერთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯგუფის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ექნებათ მათ წვდომა დახურულ საიდუმლო სახელმწიფო მონაცემებზე და რა უფლებამოსილებები მიენიჭებათ. კრიტიკის საგანი გახდა თავად ავილოების კანდიდატურაც. ზოგიერთი კოლეგა მას საყვედურობს უცხო პლანეტური წარმოშობის ჰიპოთეზებისადმი მიდრეკილებას, რომელიც მათი აზრით საკმარისად არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამ საბჭოს შექმნა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მცდელობა ამოუცნობი მოვლენების შესწავლა სპეკულაციებიდან სრულფასოვან და სამეცნიერო დისკუსიის ფორმატში გადაიყვანოს. მეცნიერებმა შექმნეს მარსმავალი, რომელიც ქვიშაში უდაბნოს ხვლიკებით მოძრაობს. პროტოტიპი შთაგონებულია ქვიშის თევზით, საჰარას ხვლიკით, რომელიც ქვიშაში ყვინთავს და ტალღისებრი მოძრაობით მასში გადაადგილდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქვიშა მარსის კვლევის დროს ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი საფრთხეა. ვიურცბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და ბრემენმა პარტნიორებმა შექმნეს ბორბლები, რომლებიც არა მხოლოდ რბილ მიწასთან არიან თავსებადი, არამედ მასში გადაადგილებაც კი შეუძლიათ. ტესტერებმა აჩვენა, რომ როვერს შეეძლო სტაბილურად გადაადგილებულიყო ქვიშიან რელიეფზე. როვერის პირველ ვერსიას პრობლემები ჰქონდა. მისი ბორბლები ძალიან ვიწრო და მძიმე იყო, რაც ზრდიდა მიწის წნევას და იწვევდა აპარატის ჩაზირვას. უფრო ფართო და მსუბუქი ბორბლები ამცირებდა სრიალს და აუმჯობესებდა კონტროლს. ეს ჯერ კიდევ ექსპერიმენტული დიზაინია, მაგრამ კვლევები აქტიურად მიმდინარეობს. კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა Reflect Orbital-მა ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიისგან დედამიწის ორბიტაზე მზის სხივების ამრეკლავი კოსმოსური სარკის განთავსების ნებართვა მიიღო. შესაძლოა ამ კომპანიამ იქ 10,000 ასეთი სატელიტი განალაგოს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პირველი სადემონსტრაციო მისიის განხორციელება შეუძლია. სატელიტს Earendel-1 ეწოდება და მას დაახლოებით 18 მეტრიანი ამრეკლავის ზედაპირი აქვს. ის კოსმოსში
მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაუშვან. 2035 წლამდე კი სტარტაპი დაბალ ორბიტაზე 50,000 კოსმოსური სარკის გაგზავნასა და ოპერირებას აპირებს. მათი მეშვეობით ხმელეთზე კონკრეტული არეალებისთვის სინათლის მიწოდება სურთ. Reflect ორბიტალში ამბობენ, რომ ნებართვის მიღება მათი ტექნოლოგიის გამოსაცდელად უმნიშვნელოვანესი იყო. იმედი აქვთ, რომ ეს ტრანსფორმაციული სიახლე იქნება, რადგან მზის სხივებზე წვდომა გეოგრაფიული ან დროითი ფაქტორების გამო აღარ შეიზღუდება. მათ სარგებლის მაგალითად მოჰყავთ დაკარგული ადამიანის სამზებრო სამუშაოებში სინათლის მნიშვნელობა, ქალაქის განათება ემისიების გარეშე და მშენებლობის უფრო სწრაფად დასრულება, რადგან ღამის სიბნელე დაბრკოლება აღარ იქნება. ასევე ამბობენ, რომ ასეთი ორბიტალური სისტემა მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ენერგიასაც გაზრდის და გარემოსთვის საზიანო წყაროების გამოყენება იმდენად აღარ დაგჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერების ნაწილი მსგავსი ტექნოლოგიის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. სატელიტების თანავარსკვლავედები ასტრონომებისთვის ღამის საზე დაკვირვებას უკვე ართულებს, ხოლო ორბიტალური ნარჩენების გამო შეიძლება დედამიწის ატმოსფერო დაბინძურდეს. ისინი ეკოსისტემისთვის სინათლით დაბინძურების ახალ წყაროდ შეიძლება იქცეს. მეცნიერების თქმით, ასეთი არეკლინი ნათება სავსე მთვარისაზე 4-ჯერ კაშკაშა იქნება. ამიტომ შიშობენ, რომ ეს ველურ ბუნებაზე უარყოფითად იმოქმედებს. სტარტაპში კი ამბობენ, რომ ასეთი გავლენების რისკს მინიმუმამდე შეამცირებენ. სინათლეს კონკრეტულ არეალში მოაქცევენ. მისი სწრაფად გამორთვის შესაძლებლობა ექნებათ და გრძნობიარე რეგიონებს, ანუ დაცულ ტერიტორიებსა და ასტრონომიული დაკვირვების ზონებს მიზანმიმართულად მოარიდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს სინათლე ცეცხლის გაჩენის ან თვალების დაზიანების საფრთხეს არ შეიცავს. ჩინეთმა მრავალჯერადი გამოყენების ორბიტული რაკეტა Long March 10B წარმატებით გამოცადა. აპარატმა ტვირთი დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანა, რის შემდეგაც მისი პირველი საფეხური ოკეანეზე განთავსებულ პლატფორმაზე ვერტიკალურად დაიშვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთმა მსგავსი რაკეტის უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლო. აპარატი ჰაინანის კოსმოდრომიდან ადგილობრივი დროით 10 ივლისის 12 საათსა და 15 წუთზე გაუშვეს. 6 წუთში რაკეტის საფეხურები ერთმანეთს გამოეყო. ამის შემდეგ პირველი საფეხური, ანუ ამაჩქარებელი, დედამიწაზე დაბრუნდა და სპეციალური ბადისებრი სისტემის დახმარებით ოკეანეზე განთავსებულ პლატფორმაზე დაეშვა. ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციის CASC-ის განცხადებით, მისიისას ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწიეს. მაგალითად, ტვირთი წინასწარ განსაზღვრულ ორბიტაზე გაიტანეს, ხოლო პირველი საფეხური წარმატებით დააბრუნეს. მათი თქმით, ეს ჩინეთისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი რამ პირველად შეძლეს. Long March 10B-ის სიმაღლე 63 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5 მეტრს აღწევს. მრავალჯერადი გამოყენების რეჟიმში მას დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 16 მეტრული ტონა ტვირთის გატანა შეუძლია, რაც Falcon 9-ის მაჩვენებელს უახლოვდება. ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებზე აქტიურად მუშაობენ. აქამდე ასეთი ორბიტული რაკეტების კონტროლირებული ვერტიკალური დაბრუნება მხოლოდ ორმა კომპანიამ მოახერხა. Elon Musk-ის SpaceX-მა და Jeff Bezos-ის Blue Origin-მა, ორივე ამერიკულმა რა თქმა უნდა. Musk-ის რაკეტა Falcon 9-ის პირველი საფეხური უკვე მრავალჯერ გამოიყენეს, რამაც ორბიტაზე ტვირთის გატანის ღირებულება საგრძნობლად შეამცირა. ჩინეთსაც სწორედ ეს სურს. ჩინელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის განადგურების საუკეთესო გზა მისი შიგნიდან აფეთქებაა. ჩვენს მზის სისტემაში მილიონობით ასტეროიდია, თუმცა მათი ძალიან მცირე ნაწილი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს დედამიწისთვის. მაგალითად, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ასტეროიდი აპოფისი დედამიწას 2068 წლისთვის ზიანს მოუტანდა. მეორე მხრივ, მეცნიერება იგი პოტენციური საფრთხეების სიიდან უკვე ამოიღეს. ამის მიუხედავად 2013 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა საშუალო ზომის ასტეროიდმაც კი დიდი ნგრევა გამოიწვია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ათეულობით მეტრის სიგრძის ასტეროიდები დედამიწას საკმაოდ ხშირად ჩაუფრენენ ხოლმე. ამიტომ მათი მოკლე დროში განადგურების მეთოდების ზიება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2022 წელს NASA მცირე ზომის ასტეროიდს წარმატებით შეუცვალა მიმართულება. მეორე მხრივ, დღესდღეობით მსგავსი საფრთხეს მოკლე დროში განეიტრალების ეფექტიანი მეთოდები არაა შემუშავებული. ასტეროიდების განადგურების პროტოკოლის არარსებობა გახდა ის მიზეზი, რატომაც ჩინელმა მკვლევრებმა თავდაცვის ორი სტრატეგია შეიმუშავეს. პირველი, ზედაპირული აფეთქების მეთოდია. მარტივად რომ ვთქვათ,
რაკეტის დარტყმის შედეგად ასტეროიდის ზედაპირზე არა ღრმა კრატერს აჩენენ, სადაც შემდეგ ბირთვულ მოწყობილობას აფეთქებენ. მეორე გზა კი ასტეროიდის შიგნიდან აფეთქებას გულისხმობს. ამ დროს სპეციალური მოწყობილობით უფრო ღრმულს აკეთებენ, რის შემდეგაც ბირთვული ქობინი უშუალოდ კოსმოსური ობიექტის წიაღში პეთქდება. ამით ასტეროიდი მაქსიმალურად ნადგურდება. კვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შიგნიდან აფეთქების მეთოდი ასტეროიდზე გაცილებით მასშტაბურ და ზუსტ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე ზედაპირული შეჯახება. შიგნიდან აფეთქების მეთოდი მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუ საკმარისი დრო გვაქვს. მოულოდნელი საფრთხის შემთხვევაში კი ზედაპირული დარტყმის გზა ბევრად მიზანშეწონილია. NASA-მ დაიწყო დედამიწის მიერ კოსმოსში გამოყოფილი სითბოს გაზომვა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ მას თითქმის არ ვაკვირდებოდით. მისიას პრეფაიერი ჰქვია და ის იყენებს ფეხსაცმლის 5 ზომის ორ თანამგზავრს დედამიწის შორეული ინფრაწითელი გამოსხივების გასაზომად. ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან არქტიკა და ანტარქტიკა პლანეტარული კონდენსიონერის როლს ასრულებს. ტროპიკებში შთანთქმული სითბო პოლუსებისკენ ჰაერისა და ოკეანის დინებით მიემართება, შემდეგ კი კოსმოსში იფანტება. Prefires შეუძლია აჩვენოს, თუ როგორ ცვლის თოვლი, ზღვის ყინული, ღრუბლები და წყლის ორთქლი დედამიწიდან გამომავალი სითბოს რაოდენობას. ღრუბლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ სითბოს კოსმოსში გასვლაში ხელი შეუშალონ, ან შეცვალონ სითბოს გაცემის ადგილი და დრო. ეს მისია დედამიწის ენერგეტიკული ბალანსის თვალყურის დევნებისთვის შეიძლება კლიმატის მოდელების დახვეწისა და პოლუსების ასეცრაფა ცვლილების მიზეზის დადგენის ახალი მეთოდიც იყოს. მეცნიერებმა დაადასტურეს ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ეფექტი. დედამიწის ბრუნვა სივრცე დროს მართლაც ითხრებს. ახალმა გაზომვებმა, რომლებიც განხორციელდა თანამგზავრ ლარეს 2-ის მეშვეობით, წინა მონაცემებთან შედარებით 10-ჯერ მეტი სიზუსტის მიღწევით, კიდევ უფრო შეზღუდა გრავიტაციის ალტერნატიული თეორიებისათვის სივრცე. 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა გვითხრა, რომ გრავიტაცია არ არის ძალა, ჩვეული გაგებით, არამედ მასიური ობიექტების მიერ სივრცე დროის გამრუდება. ამ თეორიიდან გამომდინარეობს ნაკლებად აშკარა ეფექტიც, რომელიც ცნობილია როგორც ათვლის ინერციული სისტემების ჩახვევის ეფექტი, ანუ ლენზ-დე-თირინგის ეფექტი. მის თანახმად, ბრუნავის სხეული არამხოლოდ ამრუდებს სივრცე დროს, არამედ მსუბუქად გრეხს მას საკუთარი თავის გარშემო. დედამიწისათვის ეფექტი უკიდურესად მცირეა, ამიტომ მისი ექსპერიმენტული შემოწმება თანამგზავრების ორბიტების განსაკუთრებულად ზუსტ გაზომვებს მოითხოვს. სწორედ ეს ამოცანა გადაჭრა საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა ჩინეთში, ცინხუას უნივერსიტეტის მკვლევარის იგნაციო ჩუფოლინის ხელმძღვანელობით. ექსპერიმენტის საფუძველი გახდა თანამგზავრი ლარეს 2, რომელიც იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ 2022 წელს შექმნა და გაუშვა. მიწის ზედა სადგურები თანამგზავრს ლაზერულ იმპულსებს უგზავნიან და მილიმეტრიანი სიზუსტით ზომავენ მათი დაბრუნების დროს. ეს საშუალებას იძლევა უკიდურესად ზუსტად თვალყური ვადევნოთ აპარატის მდებარეობას ორბიტაზე. თუმცა მხოლოდ დიდი სიზუსტე საკმარისი არ არის. თანამგზავრის მოძრაობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. დედამიწის გრავიტაციული ვერის არაერთგვაროვნება, მზის გამოსხივების წნება, ასევე მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევითი დეფორმაციები. რელატივისტური სიგნალის გამოსაყოფად მეცნიერებმა ლარეს 2-ის მონაცემები გააერთიანეს უფრო ძველი თანამგზავრის, ლაჯოუსისა და გრეისის მისიის თანამგზავრების დაკვირვებებთან და ახალი ინფორმაციაც მიიღეს. სამწლიანი დაკვირვებების დამუშავების შემდეგ კვლევრებმა გაზომეს ათვლის ინერციული სისტემების ჩათრების ეფექტი დაახლოებით 1/1000-იანი ფარდობითი გაურკვევლობით. ეს დაახლოებით 10-ჯერ უფრო ზუსტია, ვიდრე მზის სისტემაში ამ ეფექტის წინა გაზომვები. მიღებული მნიშვნელობა ემთხვევა პროგნოზს ექსპერიმენტული ცდომილების ფარგლებში. გრავიტაციის ალტერნატიულმა თეორიებმა ეს ეფექტი პრაქტიკულად ისევე უნდა აღწერონ, როგორც აინშტაინის თეორიამ. 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ აინშტაინის თეორია კვლავ წარმატებით გადის ყველაზე მკაცრ ექსპერიმენტულ გამოცდებს. ამასთან საზღვრები, რომლებშიც შეიძლება არსებობდეს გრავიტაციის ახალი მოდელები, სულ უფრო ვიწროვდება. ეპიზოდის ბოლოს კი მოკლედ მოგიყვებით მისიაზე, რომელმაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გადაარჩინა. როდესაც 1990 წელს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გაეშვა, მოსალოდნელი იყო, რომ ის ასტრონომიაში რევოლუციას მოახდენდა. ამის ნაცვლად კი თითქმის მაშინვე დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მისი მთავარი სარკე არასწორი ფორმის იყო, მხოლოდ 2.2 მიკრომეტრით, რაც ადამიანის თმის სიგანის დაახლოებით 1/5-ია.
ეს პატარა დეფექტი ჰაბლის მიერ გადაღებული თითქმის ყველა სურათის დაბრუნებას იწვევდა. შეცდომამ საფრთხე შეუქმნა ოდესმე აგებულ ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ სამეცნიერო ინსტრუმენტს. მაგრამ უმეტესი ტელესკოპებისგან განსხვავებით, ჰაბლს ერთი არაჩვეულებრივი უპირატესობა ჰქონდა. ის დედამიწასთან საკმარისად ახლოს იყო, რათა ასტრონავტებს მისი შეკეთება შეძლებოდათ. 1993 წლის დეკემბერში STS-61-ის დროს კოსმოსურ შატლ ენდევორის ბორტზე მყოფმა 7-მა ასტრონავტმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კოსმოსური შეკეთების მისია შეასრულა. კოსმოსში 5-ჯერ გასვლის შემდეგ მათ საბოლოოდ დაამონტაჟეს კორექტირების ოპტიკური სისტემა, სახელწოდებით კოსტარი, ახალ კამერასთან ერთად, რამაც ფაქტობრივად ჰაბლს ახალი სათვალე მისცა წარმოებისას შექმნილი დეფექტური სარკის კომპენსირებისთვის. შედეგები დრამატული იყო. რამდენიმე კვირაში ჰაბლმა შორეული გალაქტიკების, ნისლეულებისა და ვარსკვლავური გროვების, კვეთრი სურათების დედამიწაზე გადმოგზავნა დაიწყო. მან ხელი შეუწყო სამყაროს ასაკის განსაზღვრას, სუპერმასიური შავი ხვრელების არსებობის დადასტურებას, ეგზოპლანეტების ატმოსფეროების შესწავლასა და სამყაროს დაჩქარებული გაფართოების შესახებ მტკიცებულებების მოპოვებას. 1993-დან 2009 წლამდე ჰაბლი 5-ჯერ შეაკეთეს და გააუმჯობესეს. მან მიიღო ახალი ინსტრუმენტები, განახლებული კომპიუტერები, ბატარეები და გიროსკოპები, რამაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა. დღეს გაშვებიდან 3-10 წლეულზე მეტი ხნის შემდეგ ჰაბლი ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო ინსტრუმენტად, რაც კი ოდესმე შექმნილა ადამიანის მიერ. ასეთი საინტერესო და ურთულესი პროცესები ახლა თან ჰაბლის ტელესკოპით გამართულად ოპერირების დაწყებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ კოსმოლოგიაში დასაქმებული ადამიანები და რა ხიფაც გადიან იმისთვის, რომ კაცობრიობამ გაიგოს სად, რატომ და რისთვის ვარსებობთ. შენ კი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მე ქართულად გამზადებულად მოვიტანო შენამდე. გთხოვ რომ მოიწონო ვიდეო, დააკომენტარო და გამოიწერო ეს YouTube არხი, რადგან სამწუხაროდ რეგულარულ მაყურებელთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი. ახლა კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.